სიგნალი მე მინდა სულ ორჯერ. ერთხელ დროულად დავასიგნალო, რომ თავიდან ავიდო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ანუ ავარია. და მეორე მინდა სიგნალი დაუსახლებელ პუნქტში გასწრებისათვის. დანარჩენი მე ხმოვანი სიგნალი არ მჭირდება არასდროს. მესამე მინის მწმენდები არ მუშაობენ დაგრე რეჟიმში, ნახე დადგენ რეჟიმში. მინას აწმენდები რა არის? დორნიკებს რო ეძახით, მინას როდის მინდა მე მინას მინდა, როცა ნისლია, წვიმა ან თოვლი, ხო? დანარჩენი მე არ მჭირდება მინას აწმენდები. მეოთხე პასუხი დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა. ნახეთ ჩემ ავტომობილზე კვების სისტემა რომ მოიშალოს, ჩვეულებრივად ვიმოძრავებ, რა პრობლემაა, კაცო? უბრალოდ საწვავის წვა მოემატება. თორე ვიმოძრავებ. არა პრობლემა არა. ნახე, როდის არის აკრძალული ავტომობილით მოძრაობა? დღეღამის ბნელ დროს, დღეღამის ბნელი დროა, ღამეა, ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები. ანდა უკანა საგაბარიტო სინათლეები. ნახე, ღამე მოძრაობო მეუნევიან, არა და ღამეაო, არა აქვს ავტომობილზეო, არც ახლო განათების ფარები, არც შორი განათების ფარები. და ნახე, არც გაბარიტები არ უმუშავებსო. რომელიც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. ნახე, ღამე მოძრაობო მეუნევიან, არ არისო, არც ახლო განათების ფარებიო წყობშიო, არც შორი განათების ფარებიო, არც განათების უკან გაბარიტებიო და ამ ყველაფერს დაუმატე, არც გზა განათებული არ არის. ვიმოძრავებ? გამორიცხულია, ვერ ვიმოძრავებ, კაცო. ღამე რომ მოძრაობ, გზა განათებული არ არის, არც ფარები გიმუშავებს, არაფერი არ გიმუშავებს. ეწერაო მე ეტყვია, კაცო. რას დადიხარ, შვილო, რას დაბოდიო, დაეტიე სახშია, მანქანაში არ გივარგა, ჩაბნელებულია გზა, სად დადიხარ? ნახე, უნდა გაგაცნოთ ჩვენი დაქალის და, ანას და, ანდა. ანას და, აი ეს ანდა, ანას და ჩვენი დაქალის და არის, რამდენჯერად შეხვდებათ, ყოველთვის სწორია, გარდა ერთი შემთხვევისა. დანარჩენი დაიმახსოვრეთ, ანას და რამდენჯერად შეხვდებათ, ყოველთვის ყველგან არის სწორი. რომელ ნახაზია ნაჩვენებიო ხელების სწორად განლაგება, ხელების სწორად განლაგება, რომელ ნახაზია სწორად განლაგება არის, აგერა მეორე სურათზე. ხელების სწორად განლაგება არის მეორე ნახაზ სურათზე. სატრანსპორტო საშუალების საბურავებში, ნახე, აირის დაბალი წნევა. დაშვებული საბურავებით მოძრაობო მეუნება, რა შეიძლება გამოიწვიოს დაშვებული საბურავებით მოძრაობა? რა შეიძლება გამოიწვიოს? რა თქმა უნდა, საწვავის ხარჯი მოიმატებს. საჭის მართვა, რა თქმა უნდა, გაზნელდება და საბურავიც, რა თქმა უნდა, გადახურდება. სამი მხოლოდია, ნახეთ, ერთი მხოლოდი მაქვს, ორი მხოლოდი მაქვს, სამი მხოლოდი მაქვს. და დაიმახსოვრეთ სიტყვა როგორც. სიტყვა როგორც გვიერთიანებს ყველა პასუხს, სამგან არ არის სწორი. დანარჩენი სიტყვა როგორც ყოველთვის ყველგან არის სწორი. დაიმახსოვრეთ ერთი მხოლოდი, ორი მხოლოდი, სამი მხოლოდი. რამდენჯერაც ნახავთ მხოლოდ, ყოველთვის სწორია, გარდა ორი შემთხვევისა, ძალიან მარტივი და სამახსოვრებელია, რომ მივაგებთ დანარჩენი, სამი მხოლოდია, ყოველთვის ავირჩიოთ მეოთხე. კარგით, ეხლა მე ამ საკითხს ახლიდან ჩავთავ. ოღონდ ნახე, ერთი ადამიანი გამომყვეს. დანარჩენმა მიკროფონი არ ჩართოთ, რომ აქ ერთმანეთს ყაყანი და არ ყოს და ხელი ერთმანეთს ყველამ თქვენთვის გადაიმეორეთ, მე წავიკითხავ კითხვას და ერთმა გამცეს პასუხი, მეტი არ მინდა. დანარჩენმა თქვენთვის გაეცით პასუხი, რომ ერთმანეთს აქ ხელი არ შეუშალოთ. დღეღამის ბნელ დროს მექანიკური სატრანსპორტო ახლდა შორი გათვალე, ყველა ამ შემთხვევაში ბრძოლის შეგრძალება. იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება. რა თქმა უნდა, ხელოვნური განათება არ არის და მოძრაობა მეგრძალება. სუბუქი ავტომობილი გაჩერებულია მკვრივი საფეხურით და არა აქვს ჩართული საგაბარიტო სინათლეები. დაარღვევს თუ არ დაარღვევს, არასაკმარისი ხელოვნებაა მეუბნებიან. დაარღვევს. ისა, ერთმა მიპასუხეთ რა, 2 და 3 კაცი არ ვჭირდება, რომ თქვენთვის გაიმეორეთ, არ არის აუცილებელი 2 და 3 ეყროს მიკროფონში. აი, მიდი უპასუხო გავთხოვ. არის და არ დაარღვევს, რა თქმა უნდა. ისა, მოდიში დაარღვევს, რა თქმა უნდა. გზის გვერდზე ვარ გაჩერებული, გზიდან მოშორებული იყო, არ დავარ, გზის გვერდზე ვარ გაჩერებული და რა თქმა უნდა, ჩართული გაბარიტები არ მაქვს და რა თქმა უნდა, არ ღვევს. ღამე მოძრაობთ თუ არ მოძრაობთ? აბა, არა აქვს უფლება. მოძრაობ. და ერთი ადამიანი მინდა რა.
არ აქვს უფლება. არ აქვს ღამე უფლება. მოძრაობის უფლება არ აქვს, კი ბატონო. არ ღვევს თუ არა მძღოლი წესებს, თუ არასაკმარის ხედობა და არ აქვს ჩართული რაიმე გარე საათი ხელსაწყო. არ ღვევს. არ ღვევს, კი ბატონო. მძღოლს ეკრძალება შემდგომი მოძრაობა. დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამოქრული ახლო და შორი განათება ფარები ან მათ გარეშე ან და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. ან არასაკმარისი ხილვადობაა, კი ბატონო. ხელების სწორად განლაგება რომელ ნახაზია? მეორე. მეორე. ნახე, საბურავებში არის აირის დაბალი წნევა, რა შეიძლება გამოიწვიოსო მეუნეო? როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება. მეოთხე. რა თქმა უნდა, დაშვებული საბათ მოძრაობით გამოიწვევს ყველაფერს, საწვავის ხარჯი გაიზრდება და ასე შემდეგ. კარგით, მადლობა, გაიხარეთ. დავიწყოთ ახლა საგზაო ნიშნები, მაფრთხილებელი ნიშნები დავიწყოთ. ნახე, ეს სამკუთხედი ნიშნები გვაფრთხილებენ, რომ უახლოვდებით. სამკუთხედი ნიშნები გვაფრთხილებენ. რას გვაფრთხილებენ? პირველი, სამკუთხედი და ელმავალი ხატია. ეს ელმავალი მეუბნება, რომ უახლოვდები რკინიგზის უშლაგბაუმო. ნახე, ეს არის რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი. მეორე, ღობე რო ხატია, ღობე არის შლაგბაუმიანი გასვლელი. ელმავალი, დაიმახსოვრეთ, არის რკინიგზის უშლაგბაუმო გასვლელი. ღობე არის შლაგბაუმიანი გადასასვლელი. რაც შეეხება ხაზებს, ერთი ხაზი აღნიშნავს 50 მეტრს. ორი ხაზი 100 მეტრია და სამი ხაზი არის 150 მეტრი. დაიმახსოვრეთ, ერთი ხაზი არის 50 მეტრი. ორი ხაზი 100 მეტრი და სამი, რა თქმა უნდა, 150 მეტრი, ხო? საითაც აქვს ხაზებს თავი აწეული, ხო? აწეული ხო აქვს მარჯვენა მხარეს თავი. ნიშანი დაიდგმევა გზის მარჯვენა მხარეს. აწეული აქვს თავი მარცხენა მხარეს ამ ხაზებს და ნიშანი დაიდგმევა მარცხენა მხარეს. რომელ მხარეს აქვს თავი აწეული, დაიდგმევა გზის იმ მხარეს, მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს. ნახე რას მეუნებიან და ყველა ნიშანი დაიმახსოვრეთ. დასახლებულ პუნქტში დაიდგმევა 50 100 მეტრაში, დაუსახლებელ პუნქტში დაიდგმევა 150 300 მეტრის მანძილზე. რას მეუნებიან? რომელი იდგმევა დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის უშლაგბაუმო გასვლამდე 153 გზის მარცხენა მხარეს. ნახე, რკინიგზის მარცხენა მხარეს უშლაგბაუმო რკინიგზაო 150 300 მეტრი. რომელია? პირველი. მისა მიკროფონები გამორჩით კაცო. პირველი, ნახე, რკინიგზის უშლაგბაუმო გასვლელია 150 მეტრია და ნახე, აწეული აქვს თავი მარჯვენა მხარეს. მარცხენა მხარეს დაიდგმევა გზის მარცხენა მხარეს. უშლაგბაუმო რკინიგზა 150 მეტრი და გზის მარცხენა მხარეს დაიდგმევა პირველი ნიშანი. პირველი, სასწავლო ავტომობილის ნიშანი. მეორე, საავარიო გაჩერების ნიშანი და მესამე, კოლტებიანი სალტეები ქვია. ესეთი ავტომობილია, რომელიც გამოიყენება ყინულზე სასიარულოდ. ანუ საბურავებზე აქვს რკინის შიპები და იგი გამოიყენება ხოდამხოდ ყინულზე სასიარულოდ. ნახე, რომელიაო მეუბნებიან საავარიო გაჩერების ნიშანი. საავარიო გაჩერების ნიშანი არის მეორე. საავარიო ნიშანი არის მეორე. პირველი 100 მეტრი არის გზის მარჯვენა მხარეს. მეორე, ღობე შლაგბაუმიანი რკინიგზა, ელმავალი უშლაგბაუმო და რკინიგზა და მე-4 არის ტრამვაის ლინია. დაიმახსოვრეთ, სამკუთხედი ნიშნები ყოველთვის გვაფრთხილებენ, რომ უახლოვდებით. რომელი აფრთხილებს, რომ უახლოვდებით შლაგბაუმიან რკინიგზას? ნახე, მაფრთხილებს, რომ უახლოვდებით შლაგბაუმიან რკინიგზას. მეორე, შლაგბაუმიანი რკინიგზის გადასასვლელი. ნახეთ, რომელი ნიშანი იდგმევა განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში. განმეორებით რომელი დაიდგმევა? ყოველთვის დაიმახსოვრეთ, განმეორებით რო გეუბნებიან, პასუხებში ნახეთ რაც მოძრაობს. რამდენჯერაც უნდა გითხრათ, რომ რა ნიშანი დაიდგმევა განმეორებით, ყოველთვის ნახეთ რაც მოძრაობს. რომელი მოძრაობს? აქ მოძრაობს ელმავალი და მოძრაობს ავტომობილი, ხო? ყოველთვის რო გეკითხებიან, რომ განმეორებით რომელი ნიშანი დაიდგმევა, რაც მოძრაობს. ეს არის ელმავალი
და ავტომობილი. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. ადამიანი იქნება, ცხოველი იქნება, ფრინველი იქნება, რაიმე ტექნიკა იქნება, რასაც გადაადგილების უნარი აქვს, დაიმახსოვრეთ, ყველაფერი დაიდგმება განმეორებით. რომელი დაიდგმება, რაც მოძრაობს, პირველი და მესამე დაიდგმება განმეორებით. რომელი იდგმება განმეორებით. დაუსახლე ნახე, რომელი იდგმება განმეორებით, რომელი დაიდგმება? რაც მოძრაობს, ხო? რომელი მოძრაობს? მოძრაობს ბავშვები და მოძრაობს ჩვენი მშრომელი კაცი. განმეორებით დაიდგმება, დაიმახსოვრეთ, რაც მოძრაობს. აქ ახლა მოძრაობენ რომელი? მეორე და მეოთხე. ყველაფერი რაც მოძრაობს, დაიდგმება განმეორებით. მეორე და მესამე ხო მოძრაობენ? რა თქმა უნდა, რო გეკითხებიან, განმეორებით დაიდგმება, რაც მოძრაობს, მეორე და მესამე. ნახე, რომელი აფრთხილებს, რომ უახლოვდები უშლაგბაუმ მორკინებს. ნახე, რომელი არის უშლაგბაუმ მორკინი გზა. ეს არის მესამე. ღობი არის შლაგბაუმიანი, ხოლო ელმავალი არის რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი. მესამე. რომელი აფრთხილებს 2 ან მეტი რკინიგზის უშლაგბაუმს მთავრობაზე. ნახე, მაფრთხილებს, რომ უახლოვდები 2 ან მეტი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელს. რომელია? მეოთხე ნიშანი, უახლოვდები 2 ან მეტი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელს. 2 ან მეტი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი. ნებისმიერი ნიშანი დაიმახსოვრეთ, დასახლებულ პუნქტში დაიდგმება 50-100 მეტრაში, ხოლო ნახე, დაუსახლებელ პუნქტში დაიდგმება. დაუსახლებელ პუნქტში ყველა ნიშანი დაიდგმება 150-300 მეტრის მანძილზე. დაიმახსოვრეთ, დასახლებულ პუნქტში დავდგავთ ნიშანს 50-100 მეტრაში, ნიშანს მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში ყველა ნიშანი დაიდგმება 150-300 მეტრის მანძილზე. აი, ჩვენი კაცი, რამდენჯერაც არ უნდა დაინახოთ, კაცი მუშაობს, წეწესიერი მშრომელი პატიოსანი კაცი 50 ლარია. ჩვენთან ხო მუშას ფასი არ აქვს. რამდენჯერაც დაინახავთ, აი ჩვენი კაცი მუშაობს, ყოველთვის აგერა 50 ლარი არის მშრომელი მუშაკაცი. პირველი ნიშანი, ციცაბო დაღმართი, მეორე აღმართი, დაღმართი, აღმართი, დაღმართი, აღმართი. შეიძლება თუ არა ნიშანი დაიდგას უშუალოდ აღმართის ან დაღმართის წინ, თუ ისინი ერთმანეთს მიყვებაო. რა თქმა უნდა. ნიშანი აბა ისია, მე უნდა გამაფრთხილოს, ხო? ნიშანი მაგიტოა, რომ მე გამაფრთხილოს, რა იწყება? აღმართი იწყება, დაღმართი იწყება, საცხოვრებელი ზონა იწყება. რა თქმა უნდა, ნიშანი მაგიტოა, რომ მე უნდა გამაფრთხილოს, რა იწყება? რა თქმა უნდა, შეიძლება დაიდგას უშუალოდ აღმართის დაღმართის წინ, თუ ისინი ერთმანეთს მიყვება. შეიძლება. რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის შლაგბაუმია გასვლამდე 153 მეტრზე გზის მარჯვენა მხარეს. ნახე, შლაგბაუმიანი რკინიგზაო მეუნევია, ნაგერა მეოთხეა, 150-300 მეტრიო და გზის მარჯვენა მხარეო. რომელია? მეოთხე შლაგბაუმიანი რკინიგზა 150 მეტრი და თავი აწეული აქვს მარჯვენა მხარეს, დაიდგმება გზის მარჯვენა მხარეს. მეოთხე ნიშანი. პირველი, გზა ვიწროვდება ორივე მხრიდან. მეორე, გზაჯვარედინი თანაბარი გზების კვეთით. მესამე, ორმხრივ მოძრაობიანი გზა და მეოთხე არის არარეგულირებული გზაჯვარედინი. ეს შავისქელი ხაზი მთავარი გზა არის, ხოლო ეს მქრალი ხაზი არის მეორე ხარისხოვანი გზა. ყოველთვის მთავარი გზა უპირატესი რა თქმა უნდა და გზის დათმობის ვალდებულება აი ამ მეორე ხარისხოვან მაიმუნ გზას წარმოექმნება. რომელი აღნიშნავს გზაჯვარედინს თანაბარ მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით. ნახე, გზაჯვარედინი თანაბარ მნიშვნელოვანი გზების კვეთით. მეორე არის გზაჯვარედინი თანაბარი გზების გადაკვეთით. ნახე, გასახსნელი ხიდი რომელია? გასახსნელი ხიდი აგერა მესამეა. ხიდი არის გახსნელი, მესამე. პირველი ნიშანი, სახიფათო მოსახვევები. პირველი ნიშანი არის სახიფათო მოსახვევები. მეორე, წითელი მრგვალი ბურთი კრძალავს, მიკრძალავს ჩემო ბრუნებას. მესამე არის ერთი მცირე რადიუსიანი სახიფათო მოსახვევები. და მეოთხე არის გზა ვიწროვდება ორივე მხრიდან. ნახე,
რომელიაო მეუნევია მცირე რადიუსიანი შეზღუდული მოსახვევიო. მოსახვევები კი არა, მოსახვევი რომელიაო? ეს არის მესამე. ერთი მცირე რადიუსიანი სახიფათო მოსახვევი. ციცაბო დაღმართი. პირველი არის აღმართი, მესამე არის დაღმართი. მოლიპული გზა, მესამე, გზის მოლიპული მონაკვეთი. ნახე, რომელი აღნიშნავს დაზიანებულ სავალ ნაწილს. ეხლა რო შეხედო, გეგონება რომ 4-ვე არის დაზიანებული სავალ ნაწილი, ხო? მაგრამ ასე არ არის. 4-ვე არ არის დაზიანებული სავალ ნაწილი. ნახეთ, დავიწყოთ პირველით. პირველი არის გზის გვერდული, ასფალტიანი გზა და გვერდზე არის მიწიანი გზა. მეორე არის ხელოვნური უსწორმასწორობა. ბულგაროკებს რო ეძახით, გზაზე რო არის დაგებული, ამას ქვია ხელოვნური უსწორმასწორობა. მესამე არის დაზიანებული სავალი ნაწილი და მეოთხე არის მოლიპული გზა. დაზიანებული სავალი ნაწილი არის მესამე. საბურავიდან კენჭი, ღორღი, ხრეში და ასე შემდეგ აისხლტაო. რომელია? მეოთხე ნიშანი საბურავიდან კენჭი, ღორღი, ხრეში და ასე შემდეგ ასხლტო. მეოთხე ნიშანი. გზა ვიწროვდებაო მეუნევიან ორივე მხრიდანო. მესამე გზა ვიწროვდება ორივე მხრიდან. გზა ვიწროვდება მარჯვენა მხრიდან. ნახე პირველი, გზა ვიწროვდება მარჯვენა მხრიდან. ორმხრივ მოძრაობიანი გზა. აგერა მესამე, უახლოვდები ორმხრივ მოძრაობიან გზას. ერთი სამოძრაო ზოლი და მეორე სამოძრაო ზოლი. მესამე. ნახეთ პირველი არის საცხოვრებელი ზონა. კორპუსის დაბლა ეზოში ბავშვები თამაშობენ, გაჩერებული არის ავტომობილი, საცხოვრებელი ზონა. მეორე წითხვით საკუთრე მაფრთხილებს, რომ უახლოვდები ქვეითა ბილიკს. მესამე უშუალოდ ქვეითა ბილიკი და მეოთხე ნახე იდგმევა იმ ადგილს, სადაც დიდია სავალი ნაწილზე ბავშვების გამოჩენის ალბათობა, სკოლები, საბავშვო და შემდეგ. ეხლა მეუნევია რომელი მაფრთხილებს, რომ უახლოვდები ქვეითა ბილიკს. მეორე მაფრთხილებს, რომ უახლოვდები ქვეითა ბილიკს. ნახე, რომელი ნიშანი დაგმარსა დიდიაო სავალი ნაწილზე ბავშვების გამოჩენის ალბათობაო. ნახე, რომელია? მეოთხე ნიშანი დიდია ბავშვების გამოჩენის ალბათობა გზაზე. პირველი მაფრთხილებს, რომ უახლოვდები საველოსიპედო ბილიკს. მეორე უშუალოდ ველობილიკია, მესამე საცხოვრებელი და მეოთხე წითელი მრგვალი მიკრძალავს მოძრაობას ველოსიპედით. რომელი აფრთხილებს, რომ უახლოვდები საველოსიპედო ბილიკს. პირველი მაფრთხილებს, რომ უახლოვდები საველოსიპედო ბილიკს. მეწყერი, ქვების ჩვენა, ზვავი. აგერა მეორე ნიშანი არის მეწყერი, ქვების ჩვენა და ზვავი. პირველი დაბლამფრინავი თვითმფრინავები, მეორე გზის გვერდული, მესამე არის სხვა საფრთხის ნიშანი. რას ნიშნავს ეს ნიშანი? ნახე, ამ ნიშანზე შეიძლება ნებისმიერი სხვა საფრთხე წარმოიშვას, ამიტომ აუცილებელი არის სადაც ეს ნიშანი ხდება იყოს ადამიანი და გითხეს რომ აქეთ არ წახვიდე, აქეთ ჩავდე და შემდეგ რომ ნებისმიერი სხვა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას და მეოთხე არის ძლიერი გვერდითი ქარი. ანუ ეს ნიშანი სადაც იქნება ის მონაკვეთი არის მეტად ქარიანი. რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელსაც შეიძლება ამოადეს ძლიერი გვერდითი ქარი. მეოთხე ნიშანი არის ძლიერი გვერდითი ქარი. ნახე, დაბლა დაფრინავენო. თვითმფრინავებიო. ეს არის პირველი. თვითმფრინავები უშმენები დაბლავენ დაბალ სიმაღლეზე. დროებით ჩახერგილი სავალი ნაწილი. ნახე, რომელია დროებით ჩახერგილი სავალი ნაწილი. ეს არის მესამე. ნახე, რო ვიძახით თქვენ პროპკაო, აი ეს არის დროებით ჩახერგილი სავალი ნაწილი. მესამე. პირველი, ჩვეულებრივი მეტაფორის მაგვარია ნიშანი. მეორე, სახიფათო მცირე რადიუსიანი მოსახვევი. მესამე, სხვა საფრთხის ნიშანი და მეოთხე, მაფრთხილს მიკრძალავს შესვლას. ანუ ეს ნიშანი მე შესვლას მიკრძალავს. ეხლა რას მომივიდა, რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელსაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი სახის საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნები. ნახე, სხვა საფრთხე შეიძლებაო წარმოიშვას. სხვა საფრთხე რა არის? რომელი ნიშანია?
სხვა საფრთხის ნიშანი არის აგერა მესამე, რომ წარმოიშვას ნებისმიერი სხვა საფრთხე. მესამე არის სხვა საფრთხის ნიშანი. ნახე, რომელი აღნიშნავს მოძრაობის მიმართულებას, შეზღუდვებს, აგრეთვე შემოვლის მიმართულებას, რომელი მეუბნება შემოვლის მიმართულებას. ნახე, ეს არის მეოთხე ნიშანი. დავიწყოთ პირველით. პირველი არის 150 მეტრი გზის მარჯვენა მხარეს. მეორე საგაბარიტო ტვირის ნიშანია და მაგდება სატვირთო ავტომობილის უკანა მხარეს. მესამე არის მიმთითებელი ნიშანი და მიუთითებენ რომ გავდივართ ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე და მეოთხე, ნახე, მეოთხე მეუბნება შემოვლის მიმართულებას. ხაზებს დაგვით თეთრი ხაზი 1 2 3 4. 4 თეთრი ხაზია და დაიმახსოვრეთ ყოველთვის რასაც შეგვიძლია ეს ნიშანი. აი თეთრი ხაზები 1 2 3 4 ყოველთვის აიჩიეთ მეოთხე. ნახე, რომელი მეუბნება შემოვლის მიმართულებას? რომელია? ნახე, თეთრი ხაზები რამდენია? 1 2 3 4. შემოვლის მიმართულებას მეუბნება მეოთხე ნიშანი. რომელი აღნიშნავს გზას, რომელზე მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნახე, არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ეს არის პირველი ნიშანი. თავარი გზა არის და ეს ნიშანი დაიდგმება არარეგულირებულ გზაჯვარედინზე და გაძლევს გავლის უპირატესობას. ნიშანი დაიმახსოვრეთ, დაიდგმება გზაჯვარედინზე, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე და გაძლევს გავლის უპირატესობას. პირველი ნიშანი არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას გაძლევს. კარგით, გავიმეოროთ მაშინ. რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის უშლაგბაუმ გასვლამდე 153 გზის მარცხენა მხარეს. პირველი. საავარიო გაჩერების ნიშანი. მეორე. რკინიგზის შლაგბაუმიანი გასასვლელი. მეორე. ნახე, განმეორებით, რომელი დაიდგმება განმეორებით. პირველი და მესამე. პირველი და მესამე, რაც მოძრაობს, კი ბატონო. განმეორებით, რომელი დავდგავთ განმეორებით. მეორე და მესამე. რაც მოძრაობს, მეორე და მესამე, კი ბატონო. განმეორებით დაიდგმება მეორე და მესამე. რკინიგზის უშლაგბაუმ გასვლელი. მესამე. ორი ან მეტი რკინიგზის უშლაგბაუმ გასვლელი. მეოთხე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი დაიდგმება. 150-300 მეტრის მანძილზე. კი ბატონო. ჩვენი მშრომელი კაცი რა ღირს? 50 მეტრის მანძილზე. 50. შეიძლება თუ არა ნიშანი დაგთუშავოთ დაღმასა და შეიძლება. შეიძლება, კი ბატონო. რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის შლაგბაუმიან გასვლამდე 153 გზის მარჯვენა მხარეს. მეოთხე. მეოთხე, კი ბატონო. მიკროფონები გამორთეთ რა, 2 და 3 კაცი არ გვინდა რა, ჩემი თხოვნა იქნება. ორმხრივ მოძრაობის გზაჯვარედინის თანაბარი გზების კვეთ. მეორე. გასახსნელი ხიდი. მესამე. მცირე რადიუსიანი სახიფათო მოსახვევი. მესამე. კი ბატონო. ციცაბო დაღმართი. მესამე. მოლიპული გზა. მოლიპული გზა, მესამე, კი ბატონო. დაზიანებული სავალი ნაწილი. მესამე. საბურავიდან კენჭი, ღორღი და ასე შემდეგ აისხლიტაო მეუბნება. მეოთხე.
მეოთხე. გზა ვიწროვდება ორივე მხრიდან. მესამე. გზა ვიწროვდება მარჯვენა მხრიდან. პირველი. პირველი. ორმხრივ მოძრაობიანი გზა. მესამე. უახლოვდები ქვეითთა ბილიქს. მეორე. ბავშვები გამრობიან და ყუათგებით იყავი გვეუბნება. მეოთხე. უახლოვდები საველოსიპედო ბილიქს. პირველი. მეწყერი ქვებისვენა ზვავი. მეორე. მეორე. ძლიერი გვერდითი ქარი. მეოთხე. მეოთხე. დაბლა მფრინავი თვითმფრინავები. პირველი. დროებით ჩახერგილი სავალი ნაწილი. მესამე. სხვა საფრთხეაო მეუნება. მესამე. შემოვლის მიმართულებას რომელი მეუნება? მეოთხე. შემოვლის მიმართულებას მეუნება? მეოთხე. რომელი აღნიშნავს გზას, რომელზე მოძამძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. პირველი. არარეგულირებული პირველი. თავარი გზა და მარტო ეს ნიშანი დაითმევა არარეგულირებულ გზაჯვარედინზე. კი ბატონო. კარგით. დავიწყოთ ახლა პრიორიტეტის ნიშნები. ნახე, რა ნიშანიაო მეუნება? რა ნიშანი არის? კრძალავსო, არაფერს არ აკრძალავს კაცო. აღნიშნავს გზას, რომელზე მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს, გზენ არავის არ უთმობთ. ეს არის მთავარი გზის ნიშანი და ჩვენ მოძრაობთ მთავარ გზაზე. გზას ჩვენ არავის არ უთმობთ. რა ნიშანია? აღნიშნავს გზას, რომელზეც მოძრაობს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა ენიჭება. რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთის ბოლოს. საერთოდ კარგავს თავარი გზა. ნახე, დაკარგა მთავარი გზის სტატუსი. რომელია? მესამე, პირველი არის მთავარი გზა, გადაესვა ხაზი, მორჩა მთავარი გზა, დაკარგა მთავარი გზის სტატუსი, ხაზი გადაესვა და დაკარგა მთავარი გზის სტატუსი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, გადაესვა ხაზი, რა მოვიდა? დაკარგა მთავარი სტატუსი, ხო? გზის ვიწრო მონაკვეთიაო? არა, სულელია. და გზას, რომელზე მოძრაობს ენიჭებაო? არაფერი აღარ ენიჭება. ნიშანი რა არის? ხაზი გადაესვა გზის მონაკვეთის ბოლოს, სადაც კარგავს მთავარი გზის სტატუსს, ხაზი გადაესვა და დაკარგა მთავარი გზის სტატუსი. რომელი აღნიშნავს ისეგათან შეერთებას, რომელზე მოძრაობს აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ნახე, გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოექმნება? ეს არის მეორე ნიშანი. არარეგულირებული გზაჯვარედინია. ნახე, თავარი გზა ეს შავი სქელი ხაზია, ხოლო აი ეს მქრალი ხაზი არის მეორე ხარისხოვანი გზა. ყოველთვის უპირატესი არის მთავარი გზა, შავი სქელი ხაზი და გზის დათმობის ვალდებულება ყოველთვის წარმოექმნება აი ამ პატარა მაიმუნ მეორე ხარისხოვან გზას. გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოექმნება? აი ამ მეორე ნიშანს. აი ეს ნიშანი მთავარი გზის ნიშანი დაიგმევა აი ამ არარეგულირებულ გზაჯვარედინზე და გაძლევს გავლის უპირატესობას. რომელი აღნიშნავს ისეგათან შეერთებას, რომელზე მოძრაობს აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ნახე, გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოექმნება? რომელი გზა მიერთება მეორე ხარისხოვანი გზა? პირველი და მესამე ნიშანზე მიერთება მეორე ხარისხოვანი მაიმუნი გზები. ამიტომ რა თქმა უნდა, გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება აი ამ პირველსა და მესამე ნიშანს. პირველ და მესამე ნიშანზე მიერთება მეორე ხარისხოვანი მაიმუნი გზები და რა თქმა უნდა, გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება პირველ და მესამე ნიშანს. მეორე ჩვეულებრივი გზაჯვარედინია და მეოთხე არის ჩიხი. გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება პირველ და მესამე ნიშანს.
რომელი აღნიშნავს ისაგანთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლს აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ვის წარმოუქმნება? პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. ოთხივე ნიშანს აქვს მეორე ხარისხოვანი გზა, ხო? ოთხივე ნიშანზე მიერთება მეორე ხარისხოვანი გზა. რა თქმა უნდა, მეორე ხარისხოვანი გზა ყოველთვის ვალდებულია დაგვითმოს გზა. ყველა დაგვითმოს გზა პირველმაც, მეორემაც, მესამემაც და მეოთხე ნიშანს დაგვითმოს გზა. პირველი, მანიჭებს უპირატესობას ვიმოძრავ პირველმა გზის ვიწრო მონაკვეთზე. მეორე ნიშანი მიკრძალავს წითელი მრგვალი ყოველთვის დაიმახსოვრეთ არის აკრძალო, კრძალავს ჩემ მოძრაობას. მესამე, ამოტრიალებული სამკუთხედი მე მავალდებულებს, რომ მოხვალ ჩემი მოქმედების ზონაშიო, გაჩერდიო და გაატარე ნებისმიერი ტრანსპორტიო და მეოთხე არის ჩვეულებრივი გზაჯვარედი. რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გაასაკუთრებაზე მოძრავ ნებისმიერ მძღოლს. ნახე, რომელი მავალდებულებს დაუთმო გზა ნებისმიერ მძღოლს. ეს არის მესამე ნიშანი და მესამე ნიშანი მე მავალდებულებს დაუთმო გზა ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას. მესამე ნიშანი მე მავალდებულებს რომ დაუთმო გზა ნებისმიერ ტრანსპორტს. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? უკრძალავს და კრძალავსო. ეს ნიშანი არც ამკრძალავი არ არის და არც არაფერს არ კრძალავს. ეს ნიშანი მე მავალდებულებს რომ დაუთმო გზა ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას. ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გაასაკუთრებაზე მოძრავ სატრანსპორტო მძღოლებს. ანუ ეს ნიშანი მე მავალდებულებს რომ დაუთმო გზა ნებისმიერ ტრანსპორტს. პირველი ნიშანი სხვა საფრთხის ნიშანია, მეორე წითელი მრგვალი კრძალავს ჩემ მოძრაობას, მესამე მავალდებულებს რომ დაუთმო და მეოთხე ეს ნიშანი დაიდგმოს ΔΕΚ ხაზის წინ და მიგრძელავს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად. რომელი უკრძალავს მძღოლს ΔΕΚ ხაზის წინ გაუჩერებლად მოძრაობის გაგრძელებას. ნახე, ΔΕΚ ხაზის წინ მიგრძელავს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად. რომელია? ეს არის მეოთხე ნიშანი, მიგრძელავს გაუჩერებლად. ნახე, მეუბნება ეს ნიშანი, რომ მოხვალო ჩემი მოქმედების ზონაშიო, გაჩერდიო, შეანელე მოძრაობაო, დარწმუნდიო, რომ შენი მოძრაობით ხელი არ ეშლება რა და შემდეგ გააგრძელე მოძრაობაო. და ნახე, თუო მეუბნება დარწმუნდებიო, რომ შენი მოძრაობით ხელი ეშლება სხვასო, გაჩერდიო და გაატარე ნებისმიერი ტრანსპორტიო. მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად მიგრძელავს აი ეს მეოთხე ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, კრძალავს ყველა მოძრაობასო. ყველას მოძრაობას აგრძელებს და ყველას შესვლას კრძალავსო. არა, ეს ნიშანი კრძალავს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად. და ნახე, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გაასაკუთრებაზე მოძრავ ნებისმიერ მძღოლს. თუ მე ვფიქრობ, რომ ჩემი მოძრაობით შენ ხელი გეშლება, უნდა გავჩერდე და რა თქმა უნდა დაგითმო გზა. რომელი უკრძალავს მძღოლს მოძრაობას გზის ვიწრო მონაკვეთზე. ნახე, უკრძალავს. აკრძალო არის მარტო ერთი. სიტყვა კრძალავს ყოველთვის არის მრგვალი, ბურთი. აკრძალვა დაიმახსოვრეთ, ყოველთვის არის მრგვალი. ბურთი არის ყოველთვის აკრძალვა. რომელი აკრძალვა? აიგერა, მრგვალი, ბურთი ყოველთვის კრძალავს. კრძალავს ახლა ჩემ მოძრაობას. რა ნიშანიაო მეუბნება? აღნიშნავსო და მიუთითებსო. არა, წითელი მრგვალი არ არის არც ამღნიშნელი, არც მიმთითებელი. წითელი მრგვალი არის აკრძალვა. უკრძალავს მოძრაობას მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე. რომელი ანიჭებს უპირატესობას იმოძრაობს პირველმა გზის ვიწრო. ნახე, რომელი მანიჭებს უპირატესობას იმოძრაობილმა გზის ვიწრო მონაკვეთზე. ეს არის მესამე ნიშანი, რომელიც მე მანიჭებს უპირატესობას იმოძრავ პირველმა გზის ვიწრო მონაკვეთზე. ნიშანი მე მანიჭებს უპირატესობას იმოძრავ პირველმა გზის ვიწრო მონაკვეთზე. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, ავალდებულებს და უკრძალავს. ეს ნიშანი მე მანიჭებს უპირატესობას
იმოძრაობლმა გზის ვიწრო მონაკვეთზე ანიჭებს მძღოლს უპირატესობას. იმოძრაობლმა გზის ვიწრო მონაკვეთზე. რომელიც მოქმედობაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნახე, არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. სადმე ნიჭება? არარეგულირებული გზაჯვარედინი რომელია? მეორე. მიკროფონები გამოვთ რა. მეორე. და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე რომელი ნიშანი დაიდგმება? არარეგულირებულ გზაჯვარედინზე დაიდგმება მეოთხე ნიშანი. არარეგულირებულ გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას მე მანიჭებს მეორე და მეოთხე ნიშანი. მეორე და მეოთხე ნიშანი მანიჭებს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას. მეორე და მეოთხე ნიშანი მე მანიჭებს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას. მეორე და მეოთხე ნიშანი. რომელი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. ნახე, გზის ვიწრო უბნის წინ. რომელი დაიდგმება? დავდგათ გზის ვიწრო უბნის წინ, დავდგათ პირველი ნიშანი და ნიშანი მეუბნება, რომ მან განიჭებო შენ უპირატესობას იმოძრაობლმა გზის ვიწრო მონაკვეთზეო. ეს დავდგი ცამხრივ მოძრაობიანი ქუჩის დასაწყისში და ვეუბნები, რომ უნდა იმოძრაო პირველმა და ცამხრივ მოძრაობიანი გზის ბოლოში. დავდგავ რომელს? მეოთხე ნიშანს და ქუჩის ბოლოდან ყველა საუკრძალავ შესვლას. ანუ ქუჩის დასაწყისში დავდგავ პირველ ნიშანს და ვაძლევ უფლებას, რომ იმოძრაონ ყველა პირველმა და ქუჩის ბოლოდან დავდგავ მეოთხე ნიშანს და ყველა საუკრძალავ მოძრაობას. პირველი ცამხრივ მოძრაობიანი გზის დასაწყისში დაიდგმება პირველი ნიშანი და ბოლოში დაიდგმება მეოთხე ნიშანი. უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ დაიდგმება პირველი და მეოთხე ნიშანი. პირველი და მეოთხე ნიშანი დაიდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. თუ სხვა აუცილებლად არსებობს, ნახე, ყოველთვის დაიმახსოვრეთ დაუსახლებელი პუნქტიო. დაუსახლებელ პუნქტში ყველა ნიშანი დაიდგმება 150-300 მეტრის მანძილზე. დაუსახლებელ პუნქტში ყველა ნიშანი დაიდგმება 150-300 მეტრის მანძილზე. დასახლებული პუნქტიაო, ნახე, დასახლებულ პუნქტში ყველა ნიშანი დაიდგმება 50-100 მეტრის მანძილზე. დაუსახლებელ პუნქტში დავდგავთ ყველა ნიშანს 150-300 მანძილზე, დასახლებულ პუნქტში 50-100 მეტრის მანძილზე. კარგით, გავიმეოროთ მაშინ. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო მეუბნება? აღნიშნავს გზის, რომელზედაც მოძრაობ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა მენიჭება, კი ბატონო. რომელი აღნიშნავს გზის ბოლოს, რომელმაც დაკარგა მთავარი გზის სტატუსი? მესამე. მეორე. რა ნიშანიაო მეუბნება? გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს. ხაზი გადაესვა, დაკარგა მთავარი გზის სტატუსი. რომელი აღნიშნავს ისე კეთილ, რომელიც მოძრაობ მძღოლს აქვს გზის დათმობის ვალდებულება? მეორე. მეორე გზის დათმობის ვალდებულება წარმოიქმნება აი ამ მეორე ხარისხოვან მაიმუნ გზას. გზის დათმობის ვალდებულება სად წარმოიქმნება, რომელიც წარმოიქმნება? პირველი და მეორე. პირველი და მესამე. პირველი და მესამე ნიშანს წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება. პირველი და მესამე ნიშანს წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება. მიკროფონები გამორჩით, მიკროფონები. გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოიქმნება? ყველა. ყველას, კი ბატონო. რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გასაკვემოძა ავტომობილის მძღოლს? მესამე. მესამე.
მავალდებულებს დაუთმო გზა ნებისმიერ ტრანსპორტს. რა ნიშანიაო, რას მეუნება? ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს. რა თქმა უნდა. ზდეკ ხაზის წინ მიგზავნოს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად. მეოთხე. მეოთხე. რა ნიშანიაო, მეუნება? კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. მესამე. უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს. კი ბატონო, მიგზავნოს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად, აგრეთვე ავალდებულებს დაუთმო გზა ნებისმიერ ტრანსპორტს. რომელი უკრძალავს მძღოლს მოძრაობას გზის ვიწრო მონაკვეთზე? მეორე. აკრძალვა არის წითელი მრგვალი. მეორე. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას თუ ეს აძლევს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. კი ბატონო. ნახე. რომელი ანიჭებს მძღოლს უპირისპიროს მოძრაობმა გზის ვიწრო მონაკვეთზე? ანიჭებს მესამე. მესამე. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო, მეუნება? ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას. რა თქმა უნდა, ანიჭებს უპირისპიროს. ნახე, რომელი ანიჭებს მძღოლს მოძრაობის უპირისპიროს არარეგულირებულ გზაჯვადიზე გავლის უპირატესობას, რომელი მეუნება? მეორე და მეოთხე. რა თქმა უნდა, არარეგულირებულ გზაჯვადიზე მეუნება გავლის უპირატესობას მეორე და მეოთხე. რომელი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ? პირველი და მეოთხე. პირველი და მეოთხე, კი ბატონო. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანს დავდგავთ 150-300 მეტრის მანძილზე. დასახლებულ პუნქტში 50-100 მეტრის მანძილზე. გაიხარ. კარგი, დავიწყოთ ახლა ამკრძალავი ნიშნები. ნახე, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, წითელი მრგვალი არის აკრძალვა. წითელი მრგვალი ბურთი ყოველთვის კრძალავს. ეხლა ეს ნიშანი მე მიკრძალავს მოძრაობას 50-ით. 20-ით რო ვიმოძრავ, დაბალი შქარა შევა დამაჯარიმონ, 50-ით ვერ ვიმოძრავებ, მიკრძალავს. ამიტომ გული ვარ ვატკინო, 5-ს მოვაყრე და ვიმოძრავებ 55-ით. მიკრძალავს მოძრაობას 50-ით, მე საქმნა ვიმოძრავებ 55-ით. მოცემული საგზაო ნიშანი რა არის? ნახე, გადაესვა ხაზი. ხაზი რო გადაესვა, დაიმახსოვრეთ, ნიშანმა მოქმედების ზონა დაასრულა. ნიშანს ხაზი გადაესვა, რამდენჯერ ნახავთ, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, ნიშანმა მოქმედების ზონა დაასრულა. ხაზი გადაესვა, რა ქნა? ყოველთვის პასუხებში ნახეთ, მოქმედების ზონის დასასრული. ნიშანს ხაზი გადაესვა და ნიშანმა მოქმედების ზონა დაასრულა. აღნიშნავს საგზაო ნიშნით სიჩქარის შეუძლებელი საგზაო მოქმედების ზონის დასასრული. ნიშანს ხაზი გადაესვა და ყოველთვის პასუხებში ნახეთ, მოქმედების ზონის დასასრული. აქტუალურობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სულაც ადგილს დააკავ ავტომობილი თვის ლუწ რიცხვებში 19 საათიდან 21 საათამდეო მეუნებია. ნახე, შეიძლება თქვა დავაყენო ავტომობილი ამ ნიშანზე 19-დან 21 საათამდე. შეიძლება? ჩვენ ახლა ეს ნიშნები საქართველოში საერთოდ არ გვაქვს. თვის კენტი და თვის ლუწი რიცხვების აკრძალვები. საქართველოში არ გვაქვს ეს ნიშნები. რა ვქნათ ახლა? დავაყენოთ თუ არ დავაყენოთ? რა თქმა უნდა, დავაყენოთ. ნახე, ამას ჩვენ დავარქვით თვის კენტ რიცხვებში დგომას. დავარქვით ერთიანი როა, დავარქვით ერთი ღერი სიგარეტი. აგერა ორიანი როა, დავარქვით ორი ღერი სიგარეტი. ეხლა ნახეთ, მარტივად რო გავიგოთ ეს ყველაფერი რა ხდება. სიგარეტს რო ეწევი და ხო არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ სიგარეტი გამოგელია, ხო? და ხო გითხოვია მეგობარზე რომ ერთი მომაწეინე და ხაღი გამოგელია სიგარეტი და მიხვედი და მეგობარს თხოვე რომ ერთი მომაწეინე და ამოიღო იმარად სიგარეტი და პაჭკაში უდევ ერთი ღერი. გამოვართ მე. მოგერიდება ხო ეხა ერთი ღერი ვაქვს,
ეტყვი რომ შენ დაიტოვე კაცო, შენ მოწია კაცო და ორი ღერო ქონდეს, ორ ღერზე გამოვართვევ, ერთ ღერს შენ ამოიღებ, ერთ ღერს იმას დაუტოვებ. ნახე, ეს კაცის ნამუსიანად მოიქცა, ერთ ღერზე არ გაჩერდა, წამოვიდა გაჩერდა ორ ღერზე. გავაჩეროთ 19-დან 21 საათამდე, გავაჩეროთ. აქვს უფლება რომ გაჩერდეს. მოცემულ სიტუაციაში, რომელ ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება მოძრაობა, თუ სატვირთო ავტომობილის მასა არის 7 ტონა. ნახე, სატვირთო ავტომობილიო, მეუბნება არისო 7 ტონაო. ნიშანი ნახე რას მიგრძალავს? ნიშანი მიგრძალავს 7 ტონაზე მეტი ავტომობილის მოძრაობას. 7 ტონა იყოს იმოძრაებს, მაგრამ სატვირთო ავტომობილი იმოძრაებს, მაგრამ ნახე, ბუქსირება აქვს. ბუქსირება რო აქვს, ეს უკვე ერთიანი მასა არის და 7 ტონაზე მეტი გამოდის, ხო? ბუქსირებით გამოდის, რა თქმა უნდა, 7 ტონაზე მეტი. ამიტომ ვერ იმოძრაებს. ვის არ ეკრძალება? მოძრაობა არ ეკრძალება, აგერა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. ნიშანი რა არის? ეს ნიშანი მე მიკრძალავს შესვლას. ნიშანი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას. აი ეს კირპიჩი დიდი თეთრი მინუსი რო არის, კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას. წითელი ბურთი მიკრძალავს ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობას. ანუ მინუსი, ეს დიდი თეთრი მინუსი მიკრძალავს შესვლას, ხოლო აი ეს ბურთი მიკრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. კრძალავს ყველა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. პირველი ნიშანი, ჩვეულებრივი საავტომობილო გზა არის, გადაესვა ხაზი, დასრულდა. მეორე ნიშანი, მიკრძალავს მექანიკური ავტომობილით მოძრაობას. მესამე ნიშანი, 8 ტონაზე მეტი ავტომობილით მოძრაობა და მეოთხე ნიშანი კრძალავს ყველა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. ეხლა რას მეუბნებიან, ნახე, რომელი კრძალავს მის მოქმედებაში ყველა სახის მექანიკური ავტომობილით მოძრაობას. ნახე, მეკრძალება მოძრაობა მექანიკური ავტომობილით. მექანიკური ავტომობილით მიკრძალავს მეორე, ხო? რა თქმა უნდა, ვირჩევ მეორეს, მეკრძალება მოძრაობა მექანიკური ავტომობილით, ვირჩევ მეორეს და რა თქმა უნდა ავირჩიო ყველაფრის აკრძალვა. მეოთხე, მექანიკურით მოძრაობას მიკრძალავს მეორე და მეოთხე ნიშანი. მეორე და მეოთხე ნიშანი მიკრძალავს მექანიკური ავტომობილით მოძრაობას. მეორე და მეოთხე ნიშანი მიკრძალავს მექანიკური ავტომობილით მოძრაობას. მეორე და მეოთხე ნიშანი მიკრძალავს მექანიკური ავტომობილით მოძრაობას. პირველი კრძალავს მოძრაობას ტრაქტორით. მეორე ყველაფერს მიგრძალავს, მესამე კრძალავს მოტოციკლით და მეოთხე ველოსიპედით. რომელი კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას? ნახე, ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას მიგრძალავს. აგერა მოტოციკლი, მეორე, მესამე და რა უნდა ავირჩიო კიდე? ვირჩევ მეორეს. მოტოციკლით მოძრაობას მიგრძალავს მეორე და მესამე ნიშანი. მოტოციკლით მოძრაობას მიგრძალავს მეორე და მესამე ნიშანი. რომელი კრძალავს ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას? ნახე, ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა. ეხლა ტრაქტორი მყავს, აგერა მესამე, მაგრამ არ მყავს თვითმავალი მანქანა, ხო? რაც არ მყავს, რა ავირჩიო? ვერ ავირჩევ ვერაფერს, ხო? რაც არ მყავს, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ ავირჩევ. ამიტომ ვირჩევ, რა თქმა უნდა, პირველს აუცილებლად და ვირჩევ მესამეს. ტრაქტორით და თვითმავალი მანქანით მოძრაობას მიგრძელავს რომელი? პირველი და მესამე ნიშანი. პირველი და მესამე ნიშანი მიგრძელავს ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას. პირველი და მესამე ნიშანი მიგრძელავს ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას. პირველი სატვირთო ავტომობილის გასწრებას მიგრძელავს, მეორე ბუქსირებას მიგრძელავს, ჩვეულებრივი გზა გადაეცვა დასრულდა და მეოთხე მიგრძელავს სახიფათო ტვირთით მოძრაობას. რომელი კრძალავს ყველა სახის მისამბელიანი ავტომობილით და მისამბელიანი ასევე კრძალავს ბუქსირებას. ბუქსირებას რომელი კრძალავს? მეორე ნიშანი კრძალავს ბუქსირებას. მეორე ნიშანი მიკრძალავს ყველა სახის ბუქსირებას.
რომელიც მოქმედობაში იგრძელება მისამბელიანი ტრაქტორით მოძრაობა. ნახე, მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, რომელიც გრძელავს ყველა მისამბელი ტრაქტორი აკრძალვა. მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას კრძალავს ყველა სამივე ნიშანი. აგერა მისამბელი ტრაქტორი აკრძალვა. მისამბელიანი ტრაქტორით მოძრაობას მიგრძელავს ყველა მოცემული საგზაო ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, პირველი და მესამე პასუხი აღნიშნავს. ეს ნიშანი ამოღნიშნული არ არის. წითელი მრგვალი დაიმახსოვრეთ, ყოველთვის არის აკრძალვა. წითელი მრგვალი ყოველთვის დაიმახსოვრეთ, არის აკრძალვა. კრძალავს საჭაპანე ტრანსპორტის მოძრაობას. აღნიშნული არ არის, წითელი მრგვალი დაიმახსოვრეთ, არის აკრძალვა. ჩვენი კაცი კრძალავს ქვეითების მოძრაობას. პირველი ნიშანი, ნახეთ, დისტანცია ერთი ავტომობილიდან მეორე ავტომობილამდეო 70 მეტრი, დისტანციაო ბევრიაო და შეამცირეო. დისტანციას მიგრძალავს პირველი ნიშანი. პირველი ნიშანი კრძალავს დისტანციას. მეორე სიმაღლეს მიგრძალავს. ნახეთ, მეორე ნიშანი კრძალავს სიმაღლეს. მესამე ნიშანი კრძალავს სიგანეს და მეოთხე ნიშანი, ნახეთ, გარეთ გადის ისრები გადის გარეთ, კრძალავს სიგრძეს. ანუ პირველი დისტანციას მიგრძალავს, მეორე კრძალავს სიმაღლეს, მესამე სიგანეს და მეოთხე კრძალავს სიგრძეს. რომელი კრძალავს იმ ავტომობილს, რომლის გაბარიტული სიმაღლე აღემატება ნიშანზე აღნიშნულ. ნახე, სიმაღლეს მიგრძალავს. რომელია? მეორე სიმაღლეს მიგრძალავს მეორე ნიშანი. რა ნიშანიაო? რას მიგრძალავს? რა თქმა უნდა სიმაღლეს, ხო? კრძალავს იმ სიმაღლეს, რომელიც აღემატება გაბარიტულ სიმაღლეს, კრძალავს გაბარიტულ სიმაღლეს, აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნახე, რომელიც კრძალავს გაბარიტულ სიგანეს, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. სიგანე რომელია? მეორე გაბარიტული სიგანე არის მეორე, კრძალავს გაბარიტულ სიგანეს, მეორე. პირველი ზდეგხაზის წინ მოძრაობას მიგრძალავს გაუჩერებლად. მეორე ნებისმიერი სხვა საფრთხის გამო მიგრძალავს მოძრაობას. მესამე საბაჟო გამშვებუგზე მიგრძალავს მოძრაობას და მეოთხე სტოპ კონტროლიაო მეომევა, საკანონმდებლო საგუშაგოა, დახურული ზონა, საპოლიციო კონტროლია, მიგრძალავს მოძრაობას გაუჩერებლად. ნახე, რომელი კრძალავს მოძრაობას საბაჟო გამშვებუგთან. აგერა საბაჟო, მესამე. რომელი კრძალავს მოძრაობას სხვა საფრთხის გამო. სხვა საფრთხიაო, ნახე, საფრთხე, მეორე. რომელი კრძალავს მოძრაობას პოლიციის საგუშაგოთან, საკანონმდებლო საგუშაგოა, სასამართლო დახურული ზონაო. ნახე, რომელია? საპოლიციო კონტროლია, დახურული ზონაო. აგერა, სტოპ კონტროლი, მიგრძალავს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად. რომელი კრძალავს მარჯვნივ მოხვევას. ნახე, მარჯვნივ მოხვევას. აკრძალვა არის მარტო ერთი. ეხლა რომც არ იცოდე რა ნიშანია, ხო? აკრძალვა არის მარტო ერთი. აკრძალვა წითელი მრგვალი. აკრძალვა არის მარტო ერთი. აგერა მეორე კრძალავს მოხვევას მარჯვნივ. რომელი კრძალავს მარცხნივ მოხვევას. მესამე მარცხნივ მოხვევას მიგრძალავს მესამე. რომელი კრძალავს მობრუნებას. მეორე მობრუნებას, ამას დავარქვით გველი. ნახე როგორი მოკლებულია გველი. კრძალავს მობრუნებას. მეორე. რომელი კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკურების გასწრებას. ნახე, მექანიკურების გასწრებას კრძალავს რომელი? მესამე. პირველი კრძალავს სატვირთო ავტომობილის გასწრებას, ხოლო მესამე კრძალავს მექანიკურების გასწრებას. მესამე. დაიმახსოვრეთ ერთი რამე, მეოთხეზე, აგე, მეოთხე ნიშანზე. რამდენჯერაც ამოვა დაინახოთ 50, თუ გადახაზული ასე ხაზი არ ექნება, ყოველთვის აირჩიეთ, ყოველთვის არის სწორი. რამდენჯერაც დაინახავთ, რომ მეოთხეზე არის 50, თუ გადახაზული არ ექნება, დაიმახსოვრეთ, ყოველთვის აირჩიეთ, ყოველთვის ყველგან არის სწორი. მეოთხეზე 50, დაიმახსოვრეთ, ყოველთვის ყველგან არის სწორი.
თუ გადახაზული არ იქნება. ნახე, რომელი კრძალავს ხმოვან სიგნალს. რომელია? მეორე. აკრძალო არის მარტო ერთი, წითელი მრგვალი. რომ საერთოდ რა შეშნებია? აკრძალო არის მარტო წითელი მრგვალი. რომელი აღნიშნავს გასწრება აკრძალულია ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული. ნახე, გასწრება აკრძალულია დასრულდაო. პირველი, მეუნებია გასწრება აკრძალულიაო, მესამე, გადაესვა ხაზი მორჩა, გასწრება აკრძალულია დასრულდა. მესამე. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, ხაზი გადაესვა ნიშანს. რა მოვიდა? იგივე ნიშანი განმეორდა, გახსოვთ აღარ იყო? ხაზი გადაესვა და რა ქნა? ნიშანმა მოქმედების ზონა დაასრულა. მოქმედების ზონის დასასრული. ნიშანს ხაზი გადაესვა და ნიშანმა დაიმახსოვრეთ მოქმედების ზონა დაასრულა. პირველი ნიშანი მიგზალავს დგომას. მესამე ნიშანი მიგზალავს როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ანუ პირველი დგომას გძალავს, ხოლო x-ი გძალავს გაჩერებას და დგომას. რომელი გძალავს გაჩერებას და დგომას? ეს არის მესამე. გაჩერებას და დგომას გვიგზალავს. რა ნიშანიაო? აი ეს ნიშანი მარტო გძალავს დგომას. ეს ნიშანი გძალავს დგომას, ხოლო x-ი გძალავს როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ერთი ღერი სიგარეტი მიგზალავს დგომას თვის კენტ რიცხვებში. დგომას გძალავს თვის კენტ რიცხვებში. ორი ღერი სიგარეტი გძალავს დგომას თვის ლუწ რიცხვებში. ანუ ერთი ღერი გძალავს დგომას თვის კენტ რიცხვებში, ორი ღერი გძალავს დგომას თვის ლუწ რიცხვებში. ნახე, რომელი კრძალავს მოძრაობას? ნახე, აკრძალო არის მარტო ერთი. რომც არ იცოდე რა ნიშნებია, აკრძალო არის მარტო ერთი. რომელია? წითელი მრგვალი არის აკრძალვა. წითელი მრგვალი კრძალავს მოძრაობას სახიფათო ტვირთით. ნახე, აკრძალვა რომელიაო? აკრძალვა არის მარტო ერთი. აგერა ბურთი წითელი კრძალავს მოძრაობას ფეთქებადი ტვირთით. მესამე. ნახეთ, ეხლა შეგხვდება ეს 10 ბილეთი, რომელიც ჩვენი არ არის. ეს არის სამარშრუტო მიკროავტობუს ბილეთი, მაგრამ რა ვქნათ? ისწავლეთო, გვეუბნებიან, ჩვენი კი არ არის, მაგრამ ვალდებულებას გვეუბნებიან, რომ უნდა ისწავლოთო. ხო და ჩვენც ავდგეთ და ვისწავლოთ. როგორც ნახე, ამ 10 ბილეთს მე ხე გაგატარებთ მინიშნებით, რომ უფრო გაგვიმარტივდეს. მართალია ჩვენი არ არის, მაგრამ ისე მაინც თვალი გადავხევოთ, რომ რაღაცა რო იყოს. კი, არავის არ ვთქვია შემხვდაო ეს ბილეთებიო, მაგრამ მაინც პროსტა თვალი გადავავოთ, რომ თვალი მიეჩვიოს. ნახე, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე, 4-ვი არის აკრძალვა, ხო? პირველიც, მეორეც, მესამეც და მეოთხე, 4-ვი არის აკრძალვა. ეხლა მეუნებია რას? მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო ტრანსპორტზე. ნახე, სამარშრუტო ტრანსპორტზე რომელი არ ვრცელდებაო? ციფრები აკრძალვებში ყოველთვის მოვიშოროთ. ციფრი დავინახე მოვიშორე, ციფრი დავინახე მოვიშორე. აკრძალვებში ციფრები მოვიშოროთ. აკრძალვებში ციფრი დავინახე მოვიშორე, ციფრი დავინახე მოვიშორე. რა დაგვრჩა? დაგვრჩა პირველი და მესამე. აკრძალვებში ციფრები მოვიშოროთ. დაგვრჩება პირველი და მესამე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო ტრანსპორტზე. ნახე, რომელი არ ვრცელდება სამარშრუტო ტრანსპორტზეო. აქაც რა თქმა უნდა ციფრები მოვიშოროთ. ციფრი დავინახე, მოვიშორე, ციფრი დავინახე, მოვიშორე. ციფრები მოვიშორეთ, რა დაგვრჩება? მეორე და მეოთხე. ციფრები მოვიშორეთ, დაგვრჩება მეორე და მეოთხე. ციფრი დავინახე, მოვიშორე, ციფრი მოვიშორე. რა დამრჩება? დამრჩება მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო ტრანსპორტზე. ნახე, სამარშრუტოზე რომელი არ ვრცელდებაო? ნახე, ციფრი ავტომატურად მოვიშორეთ. ციფრი
დავინახე, მოვიშორე. ეხლა ავედი მე ხლა მიკროავტობუსში და უკან მიკროავტობუსში დიდი გრძელი სიდენია როა ერთიანი. დავჯექი უკან კუთხეში და ხალხით არის გატენილი ეს მიკროავტობუსი. ხო და აგერა მე ჯიბეში მქონდა ერთი ღერი სიგარეტი. ამოვიღე სიგარეტი და მართვაში გავუკიდე. რა მოხდება წარმოგიდგენიათ? ხალხით არის სავსე. რა მოხდება ხო წარმოგიდგენიათ? ჯერ მძღოლი გაგიჟდება. დაგვიწყებს ლანძღვას. კაი მძღოლი გავაჩერეთ. ახლა ქალები წავიდა წევლა ლანძღვა კუბოში ჩადამოდი, მიწაში ჩაგდე, შეგინახე, მიგაგდე, მოგდე. საშინელებაა, ხო? ამიტომ მიკროავტობუსში ერთი ღერი სიგარეტი არ გჭირდება. რო ჩავართ მე მოვწიოთ. მიკროავტობუსში ციფრი არ გვიდა და სიგარეტიც უნდა მოვიშოროთ. ციფრი და სიგარეტი მოვიშორეთ. რა დაგვრჩება? დაგვრჩება პირველი და მესამე. ციფრი მოვიშორეთ, სიგარეტი მოვიშორეთ. დაგვრჩა რა? პირველი და მესამე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამაუშტო ტრანსპორტზე. ნახე, რომელი არ ვრცელდებაო? ციფრი ყოველთვის მოვიშოროთ. ციფრი მოვიშორეთ. რა დამჩა? ციფრი მოვიშორეთ, დაგვრჩება პირველი, მეორე, მეოთხე. ციფრი მოვიშორეთ, დამჩება პირველი, მეორე და მეოთხე. პირველი, მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ემსახურება ნის მოქმედებში მდებარე საწარმოს. ნახე, საწარმოს თანამშრომელი ხარო, მეუნევა შენო. საწარმოს ემსახურებ და შენზეო რომელი არ ვრცელდებაო. ნახე, მე ვარ საწარმოს თანამშრომელი. საწარმოს ემსახურები და ციფრი მოვიშორეთ. ციფრი არ ვრცელდება. ციფრი დავინახეთ, ავტომატურად მოვიშორეთ. ხო და საწარმოს თანამშრომელი ხარო, მეუნევა. და შევდივარ საწარმოში და წინ ხდება ყალბთან ნიშანი რომ შესვლა აკრძალულია. ნახე, ნიშანი ხდება რომ შესვლა აკრძალულია. ჩემზე გავცელდება? ჩემზე არ გავცელდება, რა თქმა უნდა. მე როდესაც საწარმოს თანამშრომელი ვარ და მე საწარმოში შევდივარ, შესვლა აკრძალულიაო. ყალბთან რო დგა ეს ნიშანი, ეს ჩემზე არ ვრცელდება, ეს ვრცელდება თქვენზე. იქ რო არ მუშაობთ. მე თანამშრომელი ვარ და ჩემზე ეს ნიშანი არ გავრცელდება. ეს ნიშანი ვრცელდება გარე პირებზე. დაიმახსოვრეთ, სადაც მუშაობ ან ცხოვრობ და შენი ავტომობილი უნდა გაჩერდეს, ჩვენზე არ ვრცელდება. ანუ შესვლა აკრძალულია, ჩემზე არ ვრცელდება და ციფრი მოვიშორეთ. რა დამრჩება? შესვლა აკრძალულია, ციფრი მოვიშორეთ. დამრჩება რა? მეორე და მეოთხე. შესვლა აკრძალულია, მოვიშორეთ, ციფრი მოვიშორეთ. რა დამრჩება? დამრჩება მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ემსახურება ნეგატიურ ნიშნის მოქმედებში მდებარე საწარმოს. ნახე, საწარმოს თანამშრომელი ხარო, მეუნევა. შევედი მე საწარმოში და დამხვდა ნიშანი რომ მოbrunება არ შეიძლებაო, კაცო. ბიჭო, მე რო შევდივარ და იქ მუშაობ, ვიცი მე რატო უნდა შევიდე და მოbrunდე. იქ თანამშრომელი რა. შენ გეუბნებიან რომ იქ არ მუშაობ, შენ გეუბნებიან რომ მოbrunება არ შეიძლებაო. ნახეთ, ტვინი რო აღარ გავიბურღოთ, ეს არის გველი. გველი მოვიშოროთ. ამდენი გველი გვახვევია გარშემო, ხო? აქაც ყოველთვის გველს ვიშორებთ. გველი მოვიშოროთ, როგორც რეალურ ცხოვრებაში გველი უნდა მოვიშოროთ, აქაც გველი მოვიშორეთ და დაგვრჩება. გველი მოვიშორეთ, დაგვრჩება პირველი, მეორე და მეოთხე. გველი მოვიშორეთ, დაგვრჩება პირველი, მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება ტრანსპორტზე, რომელიც ემსახურება ნეგატიურ ნიშნის მოქმედებში ცხოვრებ, ნახე, ცხოვრებ ან მომუშავე პირს. მეუნებიან ცხოვრობო ან მუშაობო. შენზე რომელი არ ვრცელდებაო. ნახეთ, მე მომყავს ხოლმე მაგალითად სვეტი ცხოვლის უბანი. ცხეთა. ხო ყველა კარგთვით ეს უბანი. თუ დაკვირვებული ხართ მაგ უბანში რო შედიხართ, ეს ნიშნები ყველა ნიშანი არის, მაგრამ ეს ნიშნები ვრცელდება ვიზე? ჩვენზე, გარე პირებზე, მაგრამ იმ უბანში ვინ ცხოვრობენ, იმაზე არ ვრცელდება, ხო? სახლამდე მიდიან ჩვენით ავტომობილით.
რა პრობლემაა მოპედით, ფაიტონით. მაგრამ ჩვენ ვერ შევართ იმ უბანში ავტომობილით, გამორიცხულია, ხო? ნახე, რო ცხოვრობ უბანში, ეს ნიშნებია შენზე არც ერთი ნიშანი არ გავრცელდება, რომელი არ ვრცელდებაო. დაიმახსოვრებ, ცხოვრებ ან მომუშავე პირზე, რომელი არ ვრცელდება. ყველა მოცემული საგზაო ნიშანი ჩვენზე არც ერთი ნიშანი არ ვრცელდება. ნახე, რომლის მოქმედება არ ვრცელდება, და რომელიც ემსახურება, ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში ცხოვრებ ან მომუშავე. ნახე, იგივე სპეციფიკაა, ცხოვრებო ან მუშაობო. შენზე რომელი არ ვრცელდებაო. ცხოვრობ ან მუშაობ. შენზე რომელი არ ვრცელდება, რა თქმა უნდა, დავიწყოთ პირველით. ეხლა უბანში რო ცხოვრობთ ჩვენ სადაც უბანში, გონკაობას დაიწყებ? გამორიცხულია, ხო? უბანში გონკაობას ვერ დაიწყებ. სახიფათო ტვირთს უბანში გაატარებ? გამორიცხულია, ვერ გაატარებ, ხო? უბანში შეგიძლია იმოძრაო მოპედით და ფაიტონით. ვინ დაგიშლის, კაცო? მოპედი, ახრიალდი, ჩახრიალდი. ფაიტონი კიდე. აიარე, ჩაიარე, კაცო, რა პრობლემაა? ვინ არის შენი პატრონი? უბანში ვერ გონკავებ და ვერ გაატარებ სახიფათო ტვირთს. პირველი და მეორე მოვიშოვოთ, უბანში არ გამგოდგება, დავიტოვოთ მესამე და მეოთხე. აკრძალვებში ციფრები ყოველთვის მოვიშოროთ. ციფრი მოვიშორეთ. დაგვრჩება რა? პირველი, მესამე და მეოთხე. ციფრები მოვიშოროთ, დაგვრჩება პირველი, მესამე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება, რომელი ვრცელდება სავალი ნაწილების იმ კვეთაზე. სადაც დგას, ნახე, სავალი ნაწილების კვეთა რა არის? ეს არის გზაჯვარედინი. სავალი ნაწილების კვეთა. გზაჯვარედინზეო მეუბნება რომელიც გავრცელდებაო. ეხლა მეორე და მესამე ნიშანი გზაჯვარედინზე კი არა, საქართველოში საერთოდ არ არსებობს ეს ნიშნები. ამიტომ არ შეხვდება. გზაჯვარედინზე დახვდება პირველი და მეოთხე ნიშანი. გზაჯვარედინზე დახვდება პირველი და მეოთხე ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ კვეთა, სადაც დადგმული ნიშანი. ნახე, სავალი ნაწილების კვეთაო, გზაჯვარედინი არის. რომელი ვრცელდებაო? მეორე ნიშანი. შესვლა აკრძალულია, დაგვხვდება, ახლა გზაჯვარედინზე მიხვედი, უნდა შეხვიდე და ნიშანი დგას, რომ შესვლა აკრძალულია. გამორიცხული არ დაგვხვდება, ხო? გზაჯვარედინზე შესვლა აკრძალულია, არ დაგვხვდება. ანუ მეორე ნიშანი გზაჯვარედინზე ფიზიკურად არ დაგვხვდება. რომელი ვრცელდება? პირველი, მესამე და მეოთხე. გზაჯვარედინზე ვრცელდება პირველი, მესამე და მეოთხე ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშანი საცვლდება. ნახე, ყველა ნიშანი დაიმახსოვრეთ, იქ გავცელდება, სადაც დგას. ეხლა მე რომ მივდივარ გზაზე, ხო? მე ვემორჩილები იმ ნიშანს, რომელიც დგას ჩემს სამოძრაო ზოლის მხარეს, ხო? ჩემს საპირისპირო გზაზე რა ნიშანია, იმას სხვა ვემორჩილები. მე ვემორჩილები, რაც დგას ჩემ მხარეს. ყველა ნიშანი ვრცელდება სად? გზის იმ მხარეზე, რომელზეც ისინია დადგმული. ყველა ნიშანი ვრცელდება იმ მხარეს, სადაც დგას, რა თქმა უნდა. მოცემული საგზაო ნიშნები და რომლის მოქმედება ვრცელდება? ნიშნის დასახლების შემდგარი უახლოესი გავლენები, ხო, დასახლებული თვალსაჩინო დასახლებული პუნქტი. ნახე, ყველა ნიშანს აქვს თავისი მოქმედების ზონა. ნიშნიდან შემდეგ ნიშნამდე ან გზაჯვარედინამდე. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში მე ვერც გასწრებას ვერ გავაკეთებ, ვერც დავასინა და ვერც თვის კენჭი ვერ გაჩედები, თუ მექნება ეს მეორე ნიშანი. მეორე ნიშანი მე მიგზელავს ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობას, ხო? ამიტომ ეს ნიშანი რომ მექნება, მე ვერც ერთ მოქმედებას ვერ გავაკეთებ. ვერ გავაკეთებ, დავიწყებ გონკაობას, ვერ დავასინა და ვერც გავჩედები თვის კენჭი რიცხვებში. რატო? იმიტომ რომ ეს ნიშანი მე მიგზელავს ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობას. ამიტომ ეხლა მე ამ შემთხვევაში მოვიშორებ მესამე ნიშანს და დავიტოვებ პირველს, მეორეს და მეოთხეს. მესამე ნიშანი ყველაფრის აკრძალვა მოვიშოროთ და დავიტოვოთ პირველი, მეორე და მეოთხე. დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილი დაწესებს? შავი ავტომობილი არ დაარღვევს. რატო დაარღვევს? ნახე, გასწრება აკრძალულია, ნიშანი კი მეუბნება, მაგრამ ნიშანმა ნახე ხაზი გადაესვა და ყველა ნიშანი თუ რამე არის, აი ამ ტრაფაიდან ასრულებს თავის მოქმედების ზონას.
აი ამ ტრაფარეთს რომ გაცდება, რაც უნდა ის გააკეთოს, პრობლემა არ დაარღვევს. მოცემულ სიტუაციაში ეკძალება თუ არა მძღოლს, მითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება. გაჩერება, რა თქმა უნდა, ეკძალება. რატო ეკძალება? ნახეთ, ნიშანი გაჩერებას და დგომას მიკძალავს, ხო? ამ ნიშნის მოქმედების ზონა არის შემდეგ ნიშნამდე ან გზაჯვარედინამდე. მე ხლა არც შემდეგი ნიშანი არ მაქვს და არც გზაჯვარედინი არ მაქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეკძალება დგომა. კარგით, გავიმეოროთ მაშინ ამ გზალავ ნიშნები. რა სიჩქარით შემიძლია ვიმოძრავ ამ ნიშნულ ზონაში? მე 3.45 კილომეტრის სიჩქარით. 45-ით, კი ბატონო. ხაზი გადაესვა, რა მინდაო, რას მეუნიო ხაზი გადაესვა? აღნიშნული მაქსიმალური სიჩქარე შემზღუდავი საგნის ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. ნუჩქაროთ, საჩქარო არაფერი არ არის. ნელა წავითხოვე. ხაზი გადაესვა ნიშანს მოქმედების ზონის დასასრული. ხაზი გადაესვა და ნიშანმა დაკარგა მოქმედების ზონა. გავაჩეროთ ავტომობილით თვის ლუცუსეკის 19:30 საათამდე. აქვს უფლება. გავაჩეროთ, კი ბატონო. რომელს არ ეკძალება მოძრაობა თუ სატვირთო ავტომობილს შვიდონაო? წითელი მსუბუქი ავტომობილის მსხოლს. კი ბატონო. ნიშანი რა მინდაო, რას მეუნევა? ძალავს ტრანსპორტ საშუალების გაჩერებას. შესვლას. ძალავს შესვლას. ნიშანი კრძალავს ყველა სახის ტრანსპორტით შესვლას. რას მეუნევა ეს ნიშანი, რა მინდაო? ძალავს. მოძრაობას. დაიცა. რამდენიმე ლაპარაკობ. პირველი უკრძალავს რას მსხვილს მოძრაობა? მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად. დაიცა, ეცამით მიკროფონი. მესამეა სწორი პასუხი. ძალავს. კრძალავს ყველა. მიკროფონები გამორთ, კაცო, რამდენი ლაპარაკობთ? რას მეუნევა ნიშანი? კრძალავს ყველა სახის გისვი, გავაგრძელ. სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობას მიგრძელავს. წითელი მრგვალი მიგრძელავს ყველა სახის ავტომობილით მოძრაობას. აი ეს კირპიჩი დიდი მინუსი გრძელავს შესვლას, ხოლო აი ეს მრგვალი მიგრძელავს ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობას. მექანიკური ავტომობილით მოძრაობას მიგრძელავს. მეორე და მეოთხე. მეორე და მეოთხე ნიშანი, კი ბატონო. მიგრძელავს მოძრაობას მოტოციკლით. მეორე და მესამე. მეორე და მესამე ნიშანი, კი ბატონო. მიგრძელავს მოძრაობას ტრაქტორით თვითმფრინავი მანქანით. პირველი და მესამე. პირველი და მესამე მიგრძელავს მოძრაობას ტრაქტორითა და თვითმფრინავი მანქანით. ბუქსირებას მიგრძელავს. მეორე. მეორე. მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას მიგრძელავს. ყველა. ყველა, რა თქმა უნდა, მისაბმელი ტრაქტორი აკრძალო. რას მოუნება ნიშანი, რა მინდაო? კრძალავს საჭაბნე ტრანსპორტით სასაპალნე და საჭდომით ცხოველებით მოძრაობას, ასევე პირუტყვის გადარეკვას. რა მინდაო ნიშანი, რას მეუნება? ძალავს ქვეითთა მოძრაობას. ქვეითების მოძრაობას. სიმაღლეს მიგრძალავს. მეორე. რას მიგრძალავს? სიმაღლეს. სიმაღლეს, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნოს. სიგანეს მიგრძალავს. მესამე. მესამე. საბაჟო გამშეფუზე მოძრაობას მიგრძალავს. მესამე. სხვა საფრთხის გამო მიგრძალავს მოძრაობას. მეორე. კრძალავს საპოლიციო პუნქტთან საავტომობილო დახურვაში, ფასიანგაზე გავშვა მოძრაობას. მესამე.
მარჯვნივ მოხევას მიგზალავს. მეორე, მარცხნივ მოხევას მიგზალავს. მესამე, მობრუნებას მიგზალავს. მეორე, მეორე, მექანიკურების გასწრება აკრძალულია. მესამე, რომელი გვინდა გახსოვს? მეოთხე, მეოთხეზე 50-ო დაინახავთ, თუ ხაზი გადასმოდა იქნება, ყოველთვის მეოთხე არჩიეთ, ყოველთვის არის სწორი. ხმოვან სიგნალს მიგზალავს. მეორე, მიკროფონები გამორთეთ რა, აი, პატარა ბავშვები ხო არ ახართ? 5 კაცი ლაპარაკობთ ხო? ყველას ხო ხელი ეშლება რა. თქვენთვის გადაიმეორეთ ხელი კაცო. მე ხო რა გამორთავ ხმას, არ ჩიქავს, რა მოგივეთ. ესე არ შეიძლება კაცო. გასწრება აკრძალულია დასრულდაო, მეუბნება. მესამე, მესამე. რას მეუბნება ნიშანი, რა მინდაო გადაესო ხაზი? მესამე, აღნიშნავს საგზაო ნიშანს, მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მოქმედების ზონის დასასრულს. მოქმედების ზონის დასასრული, კი ბატონო. დგომას და გაჩერებას მიგზალავს. მესამე, მესამე. რა ნიშანიაო, რას მიგზალავს? დგომას, დგომას. ერთი ღერი სიგარეტი რას მიგზალავს? კენტ რიცხვებში დგომას. კი ბატონო, ლუწვი რიცხვებში რომელი მიგზალავს? მეოთხე, კი ბატონო. აკრძალვა რომელია? მეორე, მხოლოდ მეორე, მეორე. მიგზალავს მესამე, რომელი? მესამე. კარგი, ეხლა ნელ-ნელა გავიაროთ, წყნარად, არაფერი არ ვიჩქაროთ. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება სამართო ტრანსპორტზე. პირველი და მესამე, ციფრები მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი და მესამე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება სამართო ტრანსპორტზე. მეორე და მეოთხე, ციფრები მოვიშოროთ, დავიტოვოთ მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება სამართო ტრანსპორტზე. პირველი და მეოთხე, პირველი და მესამე, მეორე და მეოთხე მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი და მესამე. ციფრი და სიგარეტი მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი და მესამე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება სამარშრუტო ტრანსპორტზე. პირველი, მეორე და მეოთხე, ციფრი მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი, მეორე და მეოთხე. ციფრი მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი, მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება ტრანსპორტს, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს. მეორე და მეოთხე. მეორე და მეოთხე, პირველი და მესამე მოვიშოროთ, დავიტოვოთ მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება ტრანსპორტს, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს. პირველი, მეორე და მეოთხე, პირველი, გველი მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი, მეორე და მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება ტრანსპორტს, რომელიც ემსახურება ნეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ყველა, რა თქმა უნდა, ცხოვრობ ან მუშაობ, ჩვენზე არც ერთი არ უწედება. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედება არ უწედება ტრანსპორტს, რომელიც ემსახურება ნეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. მესამე და მეოთხე. მესამე და მეოთხე, კი ბატონო. რომელი გვინდა? პირველი და მეორე, ციფრი მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი, მეორე და პირველი, მესამე და მეოთხე. იცი მესამე, ბოდიში. ციფრი მოვიშოროთ, დავიტოვოთ პირველი, მესამე და მეოთხე. გზაჯვა სავა ნაწილს გვეთა, რომელი ცვლდება? პირველი და მეოთხე, პირველი და მეოთხე. სავა ნაწილების გვეთა, რომელი გავცელდება? პირველი, მესამე და მეოთხე, შესვლა აკრძალულია, არ დაგხვდება გზაჯვარი, დაგხვდება პირველი, მესამე და მეოთხე.
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება. პირველი გზის იმ მხარეზე, რომელზეც ისინია დადგმული. რა თქმა უნდა, ყველა ნიშანი ვრცელდება გზის იმ მხარეზე, რომელზეც დგას, რა თქმა უნდა. მოცემული საგზაო ნიშნები და რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნავს, აგრეთვე ისეთი უახლოეს გზაჯვარეზე თუ და გავლილი არ არის დასახლებული პუნქტის ბოლომდე. პირველი და მესამე. პირველი, მეორე და მეოთხე. მესამე მოვიშოროთ, ყველაფერს საგზავნოა, დავიტოვოთ პირველი, მესამე და მეოთხე. ის პირველი, მეორე და მეოთხე. დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილი? არ დაარღვევს. არ დაარღვევს. ეკძალება თუ არა მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მოშორებას დგომა? ეკძალება. ეკძალება. კარგით. ნახეთ, დღეს დავამთავრეთ ამ გაკვეთილი და ნახეთ ახლა ჯგუფში ჩავაგდებ საუნდა შეხვედრასთან გადაიმეორე. დღეს გავიარეთ 2-დან 5-ის ჩათვლით. მაგიტო გავაკეთეთ ჩვენს მესენჯერის ჯგუფი, რომ თუ რამე იქნება თქვენთვის გაუგებარი, ბილეთს დასკრინავთ და ჯგუფში ჩააგდებ. და ჯგუფში მე ყველა ერთმანეთს დავეხმარებით, მე ვიქნები შენ თუ ისქნები ერთმანეთს დავეხმარებით. კარგად იყავით, ხვალ დაგემშვიდობებით და ხვალ საღამოს შეხვდებით ერთმანეთს საღამოს. იოიში ჩავდეთ. მაგაზე ხვალე დღეს არა, ეხლა ბუღალით გავდა ხვალ ჩავდე. კარგი, ხვალ. იყავით. კარგად სანდებოდეთ.